დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები აგვესრულებინა სამთო ლიტურგია და ზიარებულიყავი ჭეშმარიტად პატიოსანსა სისხლსა და ხორცსა უფლისა მთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. ყველას გულითადად მოგილოცავთ ქართველთა განმანათლებლის ქალწულისა ნინოს ხსენებას, ჩვენი გულების განმანათლებლის, ჩვენი პატრონის, ჩვენი მშველელის და რატომ? იმიტომ რომ რა გვეშველებოდა ადამიანებს თუ კი ამას ვერ ვიაზრებთ, ქრისტიანები რო არ ყოფილიყავით. ჩვენ ერთს ძალიან გაგვიჭირდებოდა, ჩვენ ვერ გადავრჩებოდით, გამორიცხულია გარშემო მყოფ, მოკლედ ამდენ მტერთან ერთად. ეხლა სანამ მე რაღაცაზე საუბარს დავიწყებდით, მინდა გითხრათ, რომ გამოიცა ესეთი წიგნი სამთავროს დედათა მონასტერმა გამოსცა და მოკლედ წმინდა ნინო ემბაზი ქართლისა. ძველ ქართულად კი არის, ძველ ქართულად არ გულისხმობ დამწერლობას, არამედ არის თაწმინდელისეული ტექსტით არის შედგენილი, მაგრამ საოცარი სიღრმე არის. თუ რამ წმინდა ნინოზე საქართველოს ისტორიაში ითქვა, მათ შორის არის მოკლედ მისი ქადაგებაც არის. წმინდა ნინოს ორი ქადაგება არის. როგორ მოაღწია ამას აქ წაიკითხავთ ჩვენამდე, ორი ქადაგებაა, მოკლედ წმინდა ნინოსი ჩაწერილი ძალიან საინტერესო ქადაგება არის. ასევე არის მისი ცხოვრება, სხვადასხვა ისე იგი აღწერილი სხვადასხვა ისტორიკოსის მიერ საქართველოს ისტორიაში დაცულები არის და ამავე დროს არის ჩვენი გამოჩენილი დიდი მოღვაწეების, მოკლედ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგება წმინდა ნინოს დღესასწაულზე, ასევე არის ილია მართლის სიტყვა წმინდა ნინოს დღესასწაულზე, ასევე არის პატრიარქების ლეონიდესი, კალისტრატეს მოკლედ შესხმა არის და ქადაგება არის მის დღესასწაულზე და ასევე მსახურებების ტექსტი არის და აი მე ვფიქრობ, რომ ყველა ქართველის ოჯახში უნდა იყოს ეს, ჯერ მადლობას ვეთქვი მოკლედ სამთავროს დედათა მონასტერს და მადლობას კიდევ ორმაგად ვეთქვი, რომ მოკლედ მე სახსოვრად გამომიგზავნეს და მაჩუქეს ეს წიგნი და აი ნამდვილად ყველა ადამიანი, ყველა ქრისტიანის ოჯახში უნდა იყოს და თვითონ უფროსები უნდა ეცნობოდნენ ამას და ამავე დროს მოკლედ ბავშვებსაც ესე რომ ვთქვათ, ან რაღაცნაირად უდავსდიდეთ აი ამ ისტორიული ფაქტებით და არა რაღაცა ზღაპრებით, რომელსაც შეიძლება დღეს ზოგი ისტორიკოსი გვიყვება სხვადასხვა პლატფორმიდან, სოციალური ქსელებიდან იქნება თუ ტელევიზიებიდან. ეს არის ის უტყუარი ფაქტები, რომლითაც ჩვენ გავიჯერებთ ჩვენ შინაგან მდგომარეობას, იმიტომ რომ მოტყუება ადამიანისა ყოველთვის ადვილი არის. თქვენ იცით, რომ დღეს არის პირველი მსოფლიო კრების მამათა ხსენების დღე და 1700 წელი არის ზუსტად გასული, ანუ არის თარიღი, რომელიც არის საიუბილეო და მოკლედ ცირეოდენი ამაზეც ვისაუბრებთ ამ მდგომარეობაზე და ასევე იცით, რომ დღევანდელი დღიდან უკვე ეს წელი არის 1700 წელი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის. ანუ ეს წელი დაიწყო უკვე საიუბილეო წელი არის, უბრალოდ მომზადება საიუბილეო წელისთვის, რომელიც მერე ისე იგი მერმის აი პირველი ივნის ღვთისწყალობით მოკლედ ცოცხლად ვიქნებით და ვიზეიმებთ, თუ არა ზოგი ვიზეიმებთ ისე იგი ზეციურ ეკლესიაში უფრო გულიანად ღმერთმა ყველა როგორც ღმერთი ინებებს ისე იყო ეს მოკლედ ზოგი აქ ზოგი ზეცაში ვიზეიმებთ მოკლედ ჩვენი ქართველთა განმანათლებლის 1700 წლის თავს რაც მოკლედ საქართველოს ეკლესია არის მოკლედ მართლმადიდებელი და ქრისტიანი არის და მოკლედ ეს წელიწადი უკვე მომზადებისა არის და შემდეგი წელი ან ორი წელი ჩვენ გვაქვს მომზადებისა და შემდეგი წელი იქნება სიხარულისა და მოკლედ აი მრავალ ხრივად იქნება აღნიშნული სხვადასხვა ისე იგი ღონისძიებები და სხვადასხვა სულიერი შეკრებები. დღეს ასევე გეტყვით რომ არის 2 საათზე გორში ამ დღის საიუბილეო დღის აღსანიშნავად გორში არის მოკლედ საკვირაო სკოლების სამხატვრო წარმოდგენები, მოკლედ ხატრული წარმოდგენები, სხვადასხვა ისე ვისაც გექნებათ სურვილი, შეგეძლო 2 საათზე მამა ბასილთან ფერისცვალების მოკლედ ტაძარში იქნებიან მოკლედ წარმოდგენილი და ძალიან ლამაზი და კარგი ის იქნება, ისე იგი ბავშვები ყოველთვის უფრო მეც გვაძლევენ ხოლმე ვიდრე ჩვენ ანუ იქ გონია რომ ჩვენ იქ ვარ და ჩვენი ყოფნით რამეს ვაძლევ და პირიქით ბავშვებს უყურებ უფრო ივსები სიხარულით, ივსები ბედნიერებით და ივსები ადამიანის საოცარი სულიერი ძალებით. ეხლა რაც შეეხება მოკლედ ძალიან მოკლედ მინდა რომ გითხრათ რომ ანუ წმინდა
კრების მდგომარეობიდან და წმინდა ნინოს ცხოვრებიდან ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ ანუ ეს დღეები არის რა, იცით, ადამიანის პასუხისგებლობა, რომ გაამზადოს საკუთარი თავი და მუდმივად მზად იყოს, რომ აი ამ კრებულში, რომელიც ჩვენ ვართ, რაღაცა კარგი მოვიტანო. უნდა განიწმინდოს ადამიანმა საკუთარი თავი, რომ ეკლესიაში მოიტანოს არა დაძაბულობა, ეკლესიაში მოიტანოს არა დაპირისპირება, ეკლესიაში მოიტანოს არა მოკლედ, ისე იგი რაღაცა სატკივარი, არამედ პირიქით ჩვენ მოვემზადოთ და ეკლესიაში მოქონდეს აი საოცარი, როგორ გითხრათ, ეკლესიას ვმატებდეთ რაღაცას. აი თუ თქვენ დაუკვირდებით, ხო, პირველ მსოფლიო კრება რო ავიღოთ, ხო, მამები ისხდნენ, რომლებიც ანუ პირველად ისხდნენ ამ კრებაზე, მაგრამ შინაგანად იყვნენ სულიერად მდიდრები. პატარა იყო ის ჯგუფი, პატარა იყო, რომელსაც ჭეშმარიტი სწავლება ეპყრა, მაგრამ მაინც გაიმარჯვა. მინდა ამის პარალელურად გითხრათ, რომ საქართველოს ისტორიაშიც ესე ყოფილა. ჩვენ ახლა რაღაცა ისეთ ისტორიას ვეცნობით, გონია, რომ საქართველოში ყოველთვის უმრავლესობა იყო ჭეშმარიტებაში და ქრისტიანობაში. არა. ნახეთ, ძალიან ბევრი ქვეგამხედვარნი იყვნენ. ძალიან ბევრი, მათ შორის თავადები, მათ შორის სამღვდელოება იყო, რომლებიც არ იქცეოდნენ შესაბამისად. ეს ისტორიული ფაქტები არის, ამას არ უნდა გავექცეთ ყველანი, მაგრამ თავარი რა არის, იცით, ღვთისწყალობა რატო არის, იცით, საქართველოზე? იმიტომ, რომ ყოველთვის ჭეშმარიტება და ყოველთვის სიმართლე, თუნდაც პატარა ყოფილიყო, მაინც იმარჯვებდა. ანუ ღმერთი ყოველთვის საქართველოსთან იყო, რომ არასოდეს არ აცელილიყო ჭეშმარიტებას. აი ეს არის ღვთისწყალობა. განამ მტერი არ ყავდა. მტერი ყავდა უამრავი, თქვენ იცით, როგორც გარედანი, ჩვენ ვიყავით უამრავჯერ ოკუპირებულები, სხვადასხვა იმპერიების მერე. ჩვენ ყავდა შიგნით უამრავი გამყიდველი და ჩვენ ყავდა უამრავი საქართველოს თუ კი როდისმე წაქცეულა მხოლოდ და მხოლოდ ღალატით. შიდა ღალატით, შიდა გამცემლობით წაქცეულა ზოგად. ყოველთვის ყავდათ გარედან, ანუ გარედან ჩვენს მტერს ყოველთვის ყავდათ შიდა დასაყრდენი აქ მტრები. ესენი იყვნენ როგორც სამღვდელონი, ასევე საერონი. როგორც იყვნენ, ისე იგი თავადები და აზნაურები, ასევე იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები. ანუ ყოველთვის ყველა ერის ცხოვრებაში ასე იყო, მაგრამ უმეტესად ჩვენი ერის ცხოვრებაზე უნდა თქვა. მაგრამ ჩვენ რატო ხედავთ ღვთის ხელს საქართველოზე? იმიტომ რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყოველთვის საქართველო არასოდეს არ ყოფილა, რომ ჩვენთან ყოფილიყო ეს სხვადასხვა მწვალებლობები. ქრისტიანობა მივიღეთ თუ არა, ჩვენ მას მერე ერთგული ვართ ქრისტიანული მართლმადიდებლური სწავლების. არც განხეთქილება არ ყოფილა. ანუ ყოველთვის საქართველოში იმარჯვებდა, ანუ ღვთის ხელი იყო, იმიტომ რომ ჩვენი გაყოფა, როგორც ახლა უახლეს ისტორიას უყურებ, ძალიან მარტივია. ძალიან ადვილია ქართველი გადაკიდო ქართველს. ძალიან მარტივია, ძალიან როგორა ქედმაღალნი ვართ, ძალიან ნიჭიერები ვართ, მაგრამ ამავე დროს ძალიან ქედმაღალნი ვართ და ძალიან ამპარტავნები ვართ და გამომდინარე აქედან ყოველთვის მზად ვართ ერთმანეთს დაუპირისპირდეთ, აი თავმდაბლობა არ გაგვაჩნია. რატო გადარჩა ჩვენი ერი? დღეს რატო ვარ ჩვენ ამ საფრთხის წინაშე, იცი და რატო მეფიქრება ამაზე? იმიტომ რომ ჩვენს ერში ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქადაგებდნენ და რომლებიც იძახდნენ, რომ მნიშვნელოვანია სინანული და მნიშვნელოვანია თავმდაბლობა. ანუ ეკლესიის ამბიონებიდან და სამღვდელო ხარისხი და ამავე დროს ის ადამიანები, ვინც ერის მთავრები იყვნენ, ყოველთვის ესმოდათ ერთი რამე, რომ აუცილებელი იყო სინანული და აუცილებელი იყო თავმდაბლობა. იმიტომ რომ თუ კი ჩვენ გავამპარტავნდებოდით, მერე ჭამდით ერთმანეთს. მაგრამ რადგან ჩვენ თავმდაბალნი გავხდებოდი და სინანული შემოვიდოდა, მაშინ ჩვენ ვერთიანდებოდით თავიდან ბოლომდე. აი ახლა მაგიტო გულისხმობ დღევანდელ ჩვენ ყოფას, თუ კი დღევანდელთან პარალელს გავავლეთ, მე მეფიქრება იმაზე, რომ ჩვენ ძალიან ამპარტავნები ვართ. და ახლა გეტყვით, წეღან ვისაუბრე ერთ საკითხზე და გეტყვით ერთ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას. ეკლესიაში ყოველთვის აი გახსოვდეთ, რომ ეკლესიაში 90% ეკლესიის წევრები იყვნენ ხოლმე ყოველთვის ესეთი აი სიდუხჭირის ადამიანები, ხო, სოციალურად ძალიან ისეთი, ესე რომ ვთქვათ, ანუ იმ შეფასებით არ მიყვარს ამის გამოყენება, მაგრამ ერთიან ტერმინს გამოვიყენებ გასაგები რო იყოს სოციალურ დაბალფენას, ვინც ანუ გლეხები ვთქვათ, ადამიანები, მოდი ესე ვთქვათ, ღარიბები ადამიანები, რომლებიც არიან ღარიბები, ყოველთვის მოყოლებული მოკლედ, ისე იგი პირველი ეკლესიიდან, მოციქულთა დროიდან და დღევანდელ დღემდე 90% შეადგენენ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც სიდუხჭირეში არიან. ეხლა ნახეთ როგორი რაღაცაა, წეგან საუბრობდი ზუსტად ამაზე და
მინდა გითხრათ, როდესაც ადამიანი დუხჭირი არის, როდესაც ადამიანი ნახე ადამიანს ჩაგრავენ, როდესაც ადამიანს რაღაცა მოკლედ შევიწროვებენ და გვავიწროვებენ, გახსოვს დღეს როგორ ავართ ხოლმე ჩვენა ქრისტიანები, ჩვენ გვდევნიან, ეკლესიას დევნიან, ეგ ჩვენ მართლები ვარ და ვიღაცები მოკლედ რაღაცა მოკლედ სულ ისე იგი გვავიწროვებენ და აზრს არ გვათქმევენ. ნახეთ რა არის მნიშვნელოვანი, რომ შენ მიუხედავად იმისა, რომ ღარიბი ხარ, არავინ გაგანთავისუფლა, რომ უნდა სინანული გქონდეს. დღეს მოდის ადამიანი ეკლესიაში, მიხვდი და რაღა უნდა ვინანო მამაო, ნახე რა დღეში ვარ, პირობითად მოდი აგიხსნათ, ქმარი ესე მეკცევა, ცოლი ესე მეკცევა, შვილები ესე, მეზობლები ესე, პური არა მაქვს, საჭმელი არა მაქვს, სახლი ბინა მაქვს ჩადებული იმაში, ეს, ანუ სოციალური ფონი რაც არის, აგერ მოკლედ ჩაგრავენ, გვდევნიან, სამსახურიდან მან თავისუფლებენ, ესა და უსმენ ადამიანს და ხვდები, მერე ანუ შენ როგორ ფიქრობ, მიუხედავად ამისა, რომ ამ მდგომარეობაში ხარ, სინანულის გარეშე ცხონდები? აი ამ მდგომარეობაში ვარ ჩვენ, ამიტომ ადამიანი იწყებს, ანუ წუთი სოფელმა მოგვიწყო ასეთი გამოცდა, ანუ ბოროტი სული გვიწყობს ამ გამოცდას და გამომდინარე აქედან ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სინანულში არ იყოს ქრისტიანი ადამიანი. ყველანაირად, აი ნახეთ როგორ არის ხოლმე, რომ მოდის ადამიანი გულნატკენი, მოდის ადამიანი აი რაღაცა განადგურებული შინაგანად, მაგრამ განადგურებული რისით? განადგურებული ამ წუთი სოფლიდან მიყენებული ტკივილით. ოჯახიდან გამომდინარე თუ გარედან გამომდინარე და როდესაც ეს ადამიანი მოდის მთავარს ვერ აღასრულებს, რას ვერ აღასრულებს? არც სინანული აქვს და მით უმეტეს თავმდაბლობა არ აქვს. და ვსვავთ კითხვას. ცხონებისთვის, რა თქვა მაცხოვარმა, შეინანეთ, რამე თუ არ შევინანეთ, მათია სასუფეველი, ანუ შეინანეთ, მოახლოებულია სათა სასუფეველი. და ნახეთ როგორი რაღაცა, რისი საფრთხის წინაშე ვდგევართ ჩვენ ყველანი ქრისტიანობა უყურეთ, ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე ვდგევართ. ეს არის მსხვერპლის მდგომარეობის თამაში, მოვირგეთ მსხვერპლის მდგომარეობა, რომლითაც თავისთავად უპირატესობას მოვიპოვებთ სხვა ადამიანებზე. აი მაგალითად ავიღოთ, ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით, თქვა თქვენ ვიღაცამ გაწყენინა და დაგჩაგრათ, მართლა რეალურად. ნახე როგორი მდგომარეობა მაქვს შინაგანად, მე სულ მართალი ვარ იმ ადამიანთან. და მე სულ ვიყენებ ამას ჩემს სიმართლეს მის წინაშე და მე სულ ზემოდან უყურებ ამ ადამიანს. ვიყენებ პირდაპირ გამომდინარე, რომ მე მაწყენინა ამ ადამიანმა, შეეშალა ამ ადამიანს ჩემთან, გაიხსენეთ, შენ რაღაც ბევრს ლაპარაკობ. შენ არ გახსოვს რა გამიკეთე? ეს არის ოჯახურ ცხოვრებაში, ეს არის სანათესაო ცხოვრებაში თუ ეს არის ზოგადად ჩვენ ცხოვრებაში, ანუ ჩვენ ვერ ვსწავლოთ მთავარს. აპატიო ადამიანს, შენდობა მისცე ადამიანს, რას ნიშნავს იცი? გაინთავისუფლო საკუთარი თავი იმ საყრდენისაგან, რომელსაც მიყდნობილი ხარ. თავისუფლად ეურთიერთობო ადამიანს. აი ეს არა გვაქვს ჩვენ ქრისტიანებო. არ გვაქვს ეს ჩვენ. ჩვენ სამყაროზე ვართ, ანუ როგორ გითხარით, ამ წუთის სოფელზე ვართ, აი ესე მსხვერპლის როლს თამაშობ და ეს წუთის სოფელი სულ გვაწყენიდეს და ჩვენ მასთან მართლები ვართ. და ჩვენ მასთან რომ მართლები ვართ, სინანულის განცდა აღარ აქვს ადამიანს, დაუკვირდი ყველა ჩვენი, ანუ სოციალურ ქსელში, ისე იგი ჩვენი აქტივობა თუ რაღაც არის, გადახედეთ, ყველა იბრძვის ამოღებული ხმლით. და მე ვეუბნები ადამიანებს, იცოდეთ, აქ არის ყველაზე, ანუ ბოროტს აქვს, აქ ყველაზე მთავარი ჩასაფრება. როდესაც შენ ხვალ ამოღებული იბრძვი და როდესაც შენ იძახი, რომ მე მჩაგრავენ, როდესაც შენ იძახი, რომ მე შეურაცხყოფას მაყენებენ, აქ ყველაზე მთავარია ასეთ ადამიანებთან მიუახლოვდები თუ არა. სინანული არ აქვს. არანაირი გრამი სინანული არ აქვს. მამაო, რა უნდა ვინანო? შეხედე რა ხდება, ვერ ხედავ. შეხედე ხალხი რა დღეში არის და კიდე მე ვინანო? აი ეს გვჭირს დღეს ჩვენ ძალიან რთული არის ეს რაც ჩვენ გვჭირს. ამიტომ ნახეთ, წმინდა პირველ მსოფლიო კრებაზე დავაც კი იყო ერთმანეთთან ჭეშმარიტებისთვის, მაგრამ გაიმარჯვა იმ ადამიანებმა, ვისაც შინაგანი სულიერი ცხოვრება ჰქონდა და ვისაც შეეძლო შინაგანად სული ქონოდა, ისე იგი მყარი. ანუ სულიერად მყარი ადამიანები ყოფილიყვნენ და ამიტომ ჩვენი დავალებაც ეს არის. ანუ ჩვენ თუ შინაგანად მყარები არ ვიქნებით, ჩვენ თუ სინანული, თამდაბლობა, გულმოწყალება, სიყვარული არ გვექნება ადამიანებისა და ეს არ იქნება მამოძრავებელი ჩვენი ცხოვრებისა,
ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება, ზოგადად ცხონება გაგვიჭირდება და მე გეუბნებით, რომ უბედურები იქნებით, აქ იქნებით და უბედურები იქნებით. სუ იქნებით დაჩაგრულები, ნახეთ როგორ იცი, სუ ვიქნებით აი ესე შეკრებილი ადამიანები, რომ ჩვენ მოკლედ ქრისტიანებს ყველანი გვჩაგრავენ, ყველანი საფრთხეებს გვიგებენ, ხანიქიდან, ხანაკედან და მთავარი რა არის? თავარ საფრთხეს ვერ შევარჩევთ ჩვენ, ვერ შევამჩნევთ ვერასოდეს, რას ვერ შევამჩნევთ? იმას, რომ ჩვენ არასოდეს არ გვექნება ეს სიმდაბლე და არასოდეს არ გვექნება სინანული. აი ამის გარეშე დავრჩებით ჩვენ ყველა და აი რო გარდაცვალების წინ სარეცელზე რო იწვევი ადამიანი და ღმერთთან შესახვედრად რო ემზადებ, იქ არ გაგახსენდება იქ უკვე აღარ იქნება ვინ გებრძოდა, ვინ არ გებრძოდა, ვინ ჩაგრავდა, ვინ არ ჩაგრავდა. შენ თვითონ გძნობ რომ უფალი გთხოვს რომ რითი ხარ სავსე მანახიაბა? მე ვიცი რომ შენი ქმარი რაღაც არ გექცეოდა კარგად, მე ვიცი რომ ნათესავები არ გექცეოდნენ კარგად, მე ვიცი რომ მეგობრები არ გექცეოდნენ კარგად, ისიც ვიცი სამრევლოშიც არ გექცეოდნენ კარგად. ისიც ვიცი შეიძლება რომ სამღვდელო პირი არ იყო ისეთი რომელსაც შენ, მაგრამ შენ დამანახე რითი ხარ სავსე. თამდაბლობა არის შენში, რაც ცეცხლს გაუძლებს. ჯოჯოხეთის ცეცხლს რო გაუძლოს, არის შენში თამდაბლობა. თუ ყველაფერი ის არის, რაც დაიწვება. ყველაფერი დაიწვება შენი. ჩვენი ყველასი ყველაფერი ცეცხლით დამარილდება, ყველაფერი დაიწვება, ფიზიკურიც და ცოდვაც. მაგრამ რა დაგრჩება იქ? თამდაბლობა გადარჩება, არის ჩვენში თამდაბლობა და სინანული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთ ასპექტზე გავამახვილებ ყურადღებას და ამით დავამთავრებ. გახსოვდეთ ერთი რამე, რომ შეიყვარეთ მარტოყოფნა. აი იქ არის ის, სადაც თქვენ ზოგადად აი ამ საკითხებზე იმსჯელებთ. თუ სიმარტოვე არ გიყვართ, თუ აი 15-20 წუთი ან 1 საათი ზოგადად არ გიყვართ სიმარტოვე, გახსოვდეთ, რომ ჩვეულებრივ მონურ მდგომარეობას ატარებს ადამიანის შინაგანად. მარტოყოფნა გიყვარდეს და ამ მარტოყოფნაში შინაგანად სავსე იყო და უკეთესად იყო, აი ეს არის ქრისტიანობის ყველაზე მთავარი საწყისი. მარტოყოფნა და ამ სიმარტოვეში არ კლება იმისი რომ რაღაცა გაკლია. მარტო ხარ და ხვდები რომ არაფერი არ გაკლია, ყველაფერი გაქვს ახლა, რატო? იმიტომ რომ ყველაზე მთავარზე ფიქრობ. ფიქრობ ყველაზე მთავარზე, ეს არის მოკლედ სიმდაბლეზე, ფიქრობ სინანულზე, ფიქრობ სულზე. აი ეს მდგომარეობა უნდა კონდეს ყველა ქრისტიან ადამიანს. თუ კი ეს მდგომარეობა არ აქვს ადამიანს, აი ძალიან მოკლედ გაუჭირდება და ერთ ნაწილს გეტყვით, ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილი რა არის? ჩვენ სამყარო და წუთისოფელი, აბა დაუკვირდით, აი ერთი დღე წარმოიდგინეთ რა, ჩვენ სამყარო და წუთისოფელი თითქოს აი გვავიწროვებს, ოჯახშიც მოკლედ ისი არ არის ყველაფერი როგორ ჩვენ გვინდა, ამიტომ გამომდინარე აქედან მსხვერპლის როლი გვაქვს მორგებული, სულ ყველანი ჩვენ ისე იგი ჩვენ საწინააღმდეგოთ არიან, ლოცვას რო დავიწყებ. იცით სულიერება როდის იწყება? გითხრათ სულიერება როდის იწყება? აი როდ გეხარ და ლოცულობ და შენი შვილი რომ მოვიდა და დედა ეს მინდა რომ გააკეთო, ლოცვის წიგნს დახურავ, დადებ და ეტყვი აბაშვილო რა გინდა მოდი გაგიკეთო და მერე დავბრუნდები და წაიკითხავ ლოცვას, აი ამით იწყება მხოლოდ, ეს არაა სულიერება. ანუ იმის შენ რატო ლოცულობ? აბა მითხარი, რო იყო რა, თამდაბალი, გულმოწყალე, მოსიყვარულე და აგერ ლოცულობ თუ არა იმ წუთში უფალი მოვიდა და გეუნება, აგერ გაქვს საშუალება რომ გამოხატო გულმოწყალება. და შენეუნები შვილო, აბა გაიწია იქით, ან მეუღლეს ეუნები, გაიწია იქით, მე ვერ ხედავ ლოცულობ. და რო შეგეკითხოს აქა სინდისის ხმამა, უფალმა რო ყურში გიჩურჩულოსო, რისთვის ლოცულობ? რისთვის ლოცულობ? მანდა სიტყვები წაიკითხე კარგად, რას თხოვ ღმერთსა და სთხოვ რომ ღმერთო თამდაბლობა მომეცი, გამანთავისუფლე ამ პარტავნებისგან, გამანთავისუფლე შინაგანი შფოთისგან, გამანთავისუფლე ეგოიზმისგან და აჰა, მოგეცა საშუალება, მოვიდა შენი მეუღლე, მოვიდა შენი შვილი და გეუნება, იცი რა, ანუ აი ეს მინდა რომ გამიკეთო. სულიერება იწყება მანდედან, იწყება, შენ დახურე წიგნი და ეუნები შვილო, აბა რა გინდა რა გავაკეთო. გაყევი რაც უნდა გააკეთე, მოტრიალდი და მე ისე ვიწყებ ლოცვას. ანუ იმას, რასაც ვთხოვ ქრისტეს ჩემს ლოცვაში, მზად ვარ ამის მისაღებად და განსახორციელებლად.
და ჩვენ ფიქრობთ, რომ ამ ლოცვას, რასაც ლოცულობ, ამ ლოცვაში არის რაღაცა ჯადოსნური სიტყვები, რომლითაც მე ღმერთს მივმართავ და თუ მე ღმერთს არ მივმართე ამ კუთხით და ეს ურთიერთობა არ შედგა, ხო? ანუ ნახეთ, ეს არის მთავარი. და უფალი გეუბნება, კი ბატონო, აი ხა რო გეუბნებით ხოლმე, დამთავრდა წირვა. ვევედრეთ ღმერთს ყოველივე რაც ისთვისაც, თამდაბლობაც ვევედრეთ, გულმოწყალებაც ვევედრეთ, სიყვარულით ავსებაც ვევედრეთ. ახლა აქედან რო გავხვალთ, როგორები იქნება? ანუ მნიშვნელოვანი ეს ხო არის, მაგრამ მნიშვნელოვანია ამან რა მოგიტანა. გარეთ რო გახვედი, რაც თხოვე, მზად ხარ იმის განსახორციელებად. ამით იწყება სულიერი ცხოვრება. და ჩვენ გონია, რომ აი ამას რო ღმერთს ვეუნებით, რომ ღმერთო, გარეთ გავდივარ და ისევ იმას ვაკეთებ, გონია, რომ ეს არის ქრისტიანი ადამიანის ცხოვრება და ეს არ არის ქრისტიანის ცხოვრება. ეს რიტუალიზმია ჩვეულებრივი. დავესწარი რიტუალს, ვითხოვე და გეუბნები, თუ ითხოვე, ხო უნდა გახდე ეგეთი ოდესღაც. თამდაბლობას რომ თხოვს, უფალი გეუბნება, თამდაბლობას რომ თხოვ, ოდესღაც გახდები თამდაბალი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი წეღა რაც გითხარით, მარტო როდესაც ვრჩებით, აი ნახე რა ხორციელდება, იცი, ქრისტიანობა აქ იბადება. იცოდეთ, აი არსად არ იბადება ქრისტიანობა. აქ იმ ქრისტიანობას, რომელიც სახში ხორციელდება, ამის უმაღლეს რეალიზებას ვახდენთ აქა. აქ ყველაზე მეტად გვიყვარს წირვაზე. ყველაზე მეტად ვუთმობთ ერთმანეთს, ყველაზე მეტად თამდაბლები ვართ, ყველაზე მეტად სინანულში ვართ. აქა იმის რეალიზება ხდება, რაც იწყება სახში. და ეხლა ნახეთ, აი მთავარი რა არის. როდესაც მე მარტო დავრჩი და მარტო ვარ, ხო? ჩვენ აი ეს წყენები, ჩვენს აი ეს გარედან მოკლედ მომდინარე, რო გვდევნიან და რო მოკლედ სულ ხო იმაში ვარ, ჩვენ მთელი ცხოვრება გვდევნიან და აი ესე და მოკლედ ამითი ხო გეუბნები, ამპარტავნები გავხდით უკვე, გვდევნიან და ამითი ვამპარტავნობთ, გამიგე? ამპარტავანია ადამიანი, როგორ გითხრა, იცი, ღარიბი ამპარტავანი. როგორ ღარიბი ვერცხლის მოყვარი ადამიანი. გინახავთ, ღარიბი ვერცხლის მოყვარი ადამიანი. ასევე შეიძლება მდიდარი იყოს, მაგრამ გლახაკი იყოს შინაგანად. ხო და ამიტომ ნახეთ როგორ რაღაცა არის. მე თუ არ ვიცი, გარედან მოსული ეს განსაცდელები, როგორ დავძლიო სადღაც და ამისგან განთავისუფლდე და სწორად გადავძლიო ესენი, მაშინ ადამიანს გიწევს რა, ნახეთ, ორი რაღაცა არსებობს, ორი მდგომარეობა. სოციალური ქსელები, შევრიბი ვარ ეგრევე, რომ გული გადავაყოლო და იქ ვიწყებ რაღაცას და ნახე რას ვიწყებ იქა. პირადად ადამიანებს ვერ ველაპარაკები, მაგრამ ნახე, მინდა რომ ვიღაცამ რომ დამჩაგრა, ვიღაცამ რომ გონია რომ შემავიწროა, მინდა რომ დაუბრუნო პასუხი, მაგრამ სადღაც მოვითმინე, მაგრამ მინდა რომ გამოვიდეს გარეთ. და ეხლა რას ვაკეთებ, ნახეთ? ამით ნახეთ, ანუ ვეთამაშები საკუთარ თავს, ვითომ სულიერებით ცხოვრობ. ვიღებ სოციალურ ქსელს ვშლი და იქ ვიკითხულობ ისეთ ნეგატიურ ინფორმაციას, რომლითაც ჩემი გულის წყრომა მასკენ მიდის. გულში ვფიქრობ, აი თქვენ ესეთებო, აი თქვენ ესე ნახეთ. მიხვდით? ანუ გარეთ მინდა გამოვიდეს, მაგრამ ვერ გამომაქ იმ ქმართან, ცოლთან, შვილთან, ნათესავთან, სადღაც უნდა გამოვიდეს და ამიტომ ვიღებ აი ამ მოკლედ სოციალურ ქსელს და იქ ვიწყებ წყევლასაც, გულში გინებასაც, ლანძღვასაც, ყველაფერს ამის რეალიზებას აქ ვახდე. თუ არა, მაშინ არის პიროვნულად, ხო? ვიწყებ ეგრევე მითხრეს და ვუთხარ. ამიტომ აი ვინ არის ქრისტიანი ადამიანი, ვინ შეუძლია უბრალოდ აი ჩვენში როგორც კრებულში, ხო, ანათოს. ჩვენში როგორც კრებულში, მოკლედ დაგვანახოს ის, რომ ქრისტიანობა უხარია, ქრისტიანობით ბედნიერია, ქრისტიანობა მისთვის არის მთელი ცხოვრება და მიხვდა მთავარ გასაკეთებას. ვინ? აი ვისაც შეუძლია რომ წყენა და რაღაცა ეს დევნა, რომელიც არის, ამაზე უარი თქვას და მარტო დარჩენის დროს განიკურნოს და გამოვიდეს განკურნებული. გამოვიდეს, დაბრუნდეს ადამიანი მოკლედ თავისთავად განკურნებული. ამიტომ ასეთი ადამიანები არიან მხოლოდ ვისაც ეკლესიაში მოაქვს გარკვეულწილად აი დადებითი, აი გვახარებენ ესეთი ადამიანი ყოფნა და ჩვენ აი იმიტომაც ხშირად არის რომ აი ტაძარში მოსვლაც არ უნდა ბევრ ადამიანს. რატო? იმიტომ რომ
ჩვენ ყველას ეს ნეგატივები მოგვაქვს და ამას ვაჭიდავებთ ერთმანეთთან. უნდა ჩემი ჭირიმე, ჩემი თავი გამჭირვებია რა. რა დროს ყველას ჩვენი თავი გამჭირვებია და აუნდინარ აქედან ჩვენი სიყვარულიც, ჩვენი ერთობაც არაფრით ანუ არ დგება რა, შეუძლებელია შედგეს. ამიტომ წმინდა ნინოს მეუხება გვჭირდება დღესაც, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანმა შეძლო ზუსტად ეს. მას უყვარდა ლოცვა, განმარტოვები და რამდენი ზიანი მიადგა როგორც მეფისგან, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისგან, მოიტანა სარწმუნოება, რომელიც რთული იყო მისაღებად, მაგრამ იბრძოლა 16-17 წლის გოგომ და დღეს ვზეიმობთ იმას, რომ მთელი საქართველო გახდა. ერთი პატარა სიფრიფანა გოგო მოაღწია ერი, რომელზეც წერია იმ დროისათვის, რომ მკვდარსაც კი შესჭამდნენო ისეთი, ანუ წარმართები ვიყავით ჩვენი წინაპარი ისეთი, რა თქმა უნდა, არა ყველა, მაგრამ ფიქსირდებოდა მსგავსი რაღაცეები და ამ ერთმა სიფრიფანა გოგომ შეძლო ეს. როგორ შეძლო? იმიტომ რომ მას ჰქონდა ეს შინაგანი საოცარი სულიერი ძალა და აი ესეთი წმინდა ნინოები გვჭირდება, ესეთი ადამიანები გვჭირდება, რომელსაც შეუძლია ხო გეუბნებით ნაწყენის პოზიციაში კი არ იყოს, არამედ შეეცადოს, განმარტოვდეს, დაძლიოს და გარეთ რო გამოდის სიხარული მიიტანოს იქ, სადაც მიდის. აი ეს არის ქრისტეს ნათელი და ეს არის ადამიანები, რომელსაც სამყარო შეუძლიათ რომ დაამარილონ. ამიტომ გისურვებთ ჩვენ ყველას უსურვებთ, ჩვენ ერთს უსურვებთ, რომ აი ეს მე ვფიქრობ ეს სენი გვჭირს. გვჭირს ერთმანეთის უპატიებლობის მოკლედ და შენდობის არ მიცემის ერთმანეთზე და აი ამ შინაგანი ღვიძლის ტარების შინაგანად სენი გვჭირს ყველას და წმინდა ნინოს ლოცვით და წმინდა მამათა ლოცვით ღმერთმა განკურნოს ჩვენ ყველანი ამისაგან და სიხარულით აავსოს ჩვენი გულები. დაალოცვილი და დღეგზელი გამყოფოთ ღმერთი.